დარღვევები და ექსცესები საარჩევნო უბნებზე ჯავახეთში საქართველოს ერთადერთ რეგიონში, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ ხმათა მაღალი პროცენტი მიიღო. საარჩევნო უბნების უმეტეს ნაწილში დამკვირვებლებმა თითქმის ყველა სახის დარღვევა დააფიქსირეს. დარღვევების რიცხვშია საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტის სიმბოლიკიანი მაისურით საარჩევნო უბანზე მისვლა ერთდროულად რამდენიმე ადამიანის საარჩევნო კაბინეტში შესვლა, კონკრეტულ უბანზე ბიულეტენების მეტი ან ნაკლები რიცხვი და ეგრეთ წოდებული კარუსელი. ახალქალაქის ცენტრში განთავსებულ ნომერ მეორე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დარღვევებით დაიწყო. დაფიქსირდა საარჩევნო კაბინეტში რამდენიმე ადამიანის ერთდროულად შესვლის ფაქტი. არ ხდებოდა ამომრჩეველთა მარკირებაც. დარღვევებია ძალიან ორჯერ ან მარკირებიანი ტიპები შემოდიოდნენ აქ, დგებოდნენ და მე დავდევდი ფანრით, რომ გადით თქვენ უკვე ხმა მიეცით. ყველანაირი დარღვევა დავაფიქსირე აბსოლუტურად რაც არსებობს. კომისიის თავმჯდომარემ პირადად უარი განაცხადა ჩემი საჩივრების დარეგისტრირებაზე, სანამ CSQ არ შემოვარდა, აირაი არ შემოვარდა და ჟურნალისტები არ შემოვარდნენ. ამ წუთას დავარეგისტრირე ეგრე მაგ. ეს იმავე უბნიდან პოლიციის მიერ დამკვირვებლის გაძევების კადრებია. საარჩევნო უბნიდან ის დარღვევების ვიდეო კამერით დაფიქსირებისთვის გააძევეს. Начал снимать этот весь инцидент. უბანზე ინციდენტი კამერით გადავიღეს, შემოვიდა პოლიცია და საარჩევნო უბნიდან გამიყვანეს. მერე განმიცხადეს, რომ უბნიდან გაძევებული ვარ, რადგან გადაღების უფლება არ მქონდა. მერე ისიც მითხრეს, რომ თუ მათ ბრძანებას არ დავამორჩილებოდი, დამაპატიმრებდნენ. საარჩევნო კაბინაში ერთდროულად რამდენიმე ამომრჩევლის შესვლის ფაქტს არ უარყოფს კომისიის თავმჯდომარე. Вдвоем заходил человек, не видел, попросил. ორნი იმიტომ შევიდნენ, რადგან ერთ სუსტი მხედველობა ჰქონდა და მეორე მითხოვა, რომ კაბინაში შეყოლოდა. მე ამომრჩეველი დავარეგისტრირე. საშუალება მივეცი, რომ დახმარება გაეწია. ნომერ მეორე საარჩევნო უბანზე ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ნაციონალური მოძრაობის სიმბოლიკიან მაისურებში ჩაცმული ამომრჩეველიც დააფიქსირა. ახალქალაქის რაიონის სოფელი თახჩა. 39 უბანზე 68 ამომრჩეველია რეგისტრირებული, თუმცა კომისიას 100 ბიულეტენი აქვს. საარჩევნო ყუთი თავღიაა. ახალქალაქის რაიონის სოფელი ვაჩიანი. 25 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ უარყოფს, რომ სტუდია GNS-ის ვიდეო კამერა მან დაამსხვრია. ხოლო ადგილობრივი საკრებულოს წევრი და საოლქო комиссიის თავმჯდომარე ჩვენს გადამღებ ჯგუფს უბნიდან გასვლას აიძულებს. Я лично разбил видеокамеру. Просто меня обидно, что снаружи снимают, сохни снаружи снимают. Его надо убивать. За океаном. Всего 3 минуты тут зашел, а вы мне мешаете снимать. Вы закончили, взяли интервью. Я-то интервью взял, но я 10 минут имею свободно тут перемещаться. Ходите, посмотрю, что Як მოხდა რაღაცა ინციდენტი, რადგან მე არ მაქვს უფლება რომ არ დავწერო. მე დავწერე განცხადება, რისი მოწმეც ვიყავი. არასამთავრობო ორგანიზაცია მრავალეროვანი საქართველოს მონაცემებით დარღვევები ახალქალაქის მე-40 საარჩევნო ოლქის 70-ვე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა.